აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ დღეს სამშენებლო მასალების კომპანია ნოვას მაღაზია გახსნა. მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებთან ერთად კომპანიის საქმიანობას გაეცნო და მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა. მარჩილ ხაბაძის განცხადებით რეგიონში მსგავსი ტიპის ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიის ეს რიგით მეორე ობიექტია. შეპეს ნოვას მთავარი ოფისი თბილისში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ნოვა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე ლარის საქონლის ექსპორტს სომხეთის რესპუბლიკაში ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია ნოვას გააქტიურება აჭარაში. მინდა გითხრათ, რომ კომპანია 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოში, ზოგადად აჭარაშიც იყო მისი სასაწყობო მეურნეობა, მაგრამ ვფიქრობ 2013 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მისი ბრენდი და მისი ინვესტიციები და ზოგადად ბიზნესი განვითარებულიყო ბათუმშიც, გახსნა ახალი საწარმო, ახალი საგამოფენო დარბაზი, რაც იმას მიუთითებს, რომ მოთხოვნა არის სამშენებლო მასალებზე. იგივება ორიენტაცია წარმოებებზე, ორიენტაცია და ხალხის დასაქმებაზე, უფრო მეტი ქართული პროდუქცია, უფრო მეტი ქართული, ყველაფერი ქართული, რომ ჩავანაცვლოთ ნელა-ნელა მცირე ზომის წარმოებებით, რაც საქართველოში იქნება რენტაბელური და მომგებიანი.